მოგესალმებით შტაბიდან, გიო მელაძე, ლუკა წულაძე, მოგესალმებით ყველას, ვინც გვისმენს და გვიყურებს და დღეს გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა. ეს არის გამარჯვების გააზრება. როგორ გავიაზროთ გამარჯვების მომენტი? ამისთვის ერთი პატარა შესავალსაც გავაკეთებ, მინდა ასე ვთქვათ, გადაგიყვანოთ ცოტა უახლოეს წარსულში და წარმოვიდგინოთ არა, გავიხსენოთ რუმინეთის გამოცდილება. რუმინეთი ჩაუშესკუ 1989 წელი. ტარდება არჩევნები და ჩაუშესკუ იღებს 90%-ზე მეტს, 92 თუ 96%. პრინციპში ის თulis, რომ უკვე აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ აი რაღაც პატარა წინააღმდეგობის კერები თუ კი სადმე არის, უფრო სწორად მის თავში, ასე ვთქვათ, ეჭვიანობიდან გამომდინარე წინააღმდეგობის კერები, რომლებიც რეალურად წინააღმდეგობის კერა არ ყოფილა, შეუძლია ჩაახშოს და ერთ-ერთ საზღვრისპირა ქალაქში იწყებს აი ესეთი ადამიანის, რომელსაც გარკვეული ავტორიტეტი აქვს ლოკალური, აი ამ ადამიანის შევიწროვებას. რომელსაც მხარს უჭერენ, ასე ვთქვათ, მისი მხარდამჭერები, მათ უერთდებიან კიდე სხვა ადამიანები და ამ ქალაქში იწყება გამოსვლები. იქ იგზავნებიან სამხედრო ნაწილები და იწყება, ასე ვთქვათ, შეტაკება, დარბევა, სროლა და ასე შემდეგ. საკუთარი მხარდამჭერის ქვეყნისთვის საჩვენებლად მალევე იწვევს დიდ მხარდამჭერთა მიტინგს. სადაც მხოლოდ მისი მხარდამჭერები არიან, ასე ვთქვათ, რეგიონებიდან ჩაამოყავს და ჩამოყავს, ისევე როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე. და ოღონდ თითქმის გამოსვლისას, როდესაც ის ამ მიტინგს მიმართავს, მიტინგიდან ისმის გარკვეული უკმაყოფილებების შეძახილები. იქვე ხდება რაღაცა პიტარდების მსგავსი რაღაცები პატარა და ეს უკმაყოფილების შეძახილები მას სიტყვას აწყვეტინებენ. აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს მისი სიტყვა გადაიცემა სახელმწიფო ტელევიზიით და რადიოთი და ეს უკმაყოფილებაც გადის ეთერში. სახელმწიფო ტელევიზია მერე ითიშება და ამ უკმაყოფილების კერებს ახშობენ, რა თქმა უნდა, მისი უშიშროების ტიპები. ამას ახშობენ, განა დიდხანს გრძელდება, რაღაც 2 თუ 3 წუთი არის ეს. მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ რაღაც ისე არ არის. რომ ასე ვთქვათ, ჩაუშესკოს წყალი შეუდგა და იმ საღამოსვე იწყება გამოსვლები. ამ გამოსვლების ჩასახშობად კიდევ, რა თქმა უნდა, იგზავნება ძალები და მათი ჩახშობა ხდება, რა თქმა უნდა, და არის მსხვერპლიც. ოღონდ აქ ხდება ერთი ეგეთი ფაქტი, რომ კიდევ უფრო იმატებს, ანუ ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა და იბარებენ ერთ-ერთ გენერალს შეხვედრაზე, სადაც ის უარს ამბობს, უფრო სასტიკად გაუსწორდეს მომიტინგეებს და ამ შეხვედრაზე ხდება მისი, ასე ვთქვათ, მისი ღირსების ბოლომდე შემლახველი რაღაც, რაზეც ბოლომდე ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი გამოდის ამ შეხვედრიდან, მიდის სახლში და თავს იკლავს. ანუ იმდენად ცუდად მოექცნენ, რაც აღაშფოთებს სამხედროებს და უკვე სამხედრო ნაწილები უარს ამბობენ ჩაუშესკოს ბრძანებების შესრულებაზე. ამის შემდგომ ჩაუშესკო გარბის, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ არ არის. ანუ გარბის, ის უკვე ვეღარ მართავს ვერაფერს, მაგრამ ინფორმაცია არ არის და ადამიანებს აქვთ პანიკა, რომ მაინც ჩაუშესკო რაღაცეებს აკეთებს და აქ ხდება ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც არის მსხვერპლი და მსხვერპლი არის იმიტომ, რომ უბრალოდ ადამიანებს არ ჯერათ, რომ ჩაუშესკო აღარ არსებობს და სამხედრო ნაწილები, რომლებიც დგანან და სხვა სამხედრო ნაწილები, რომლებიც მათ ეხმარებიან, არის ხოლმე ხდება მეგობრული ცეცხლის არეალში, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ადამიანებს, აი იგივე გენერლებს, ოფიცრებს არ ჯერათ, რომ ის მეორე ნაწილი რომ მოდის, მათ დასახმარებლად, სინამდვილეში უშიშროების ნაწილები არ არის, რომლებიც მათ, ასე ვთქვათ, სროლას აპირებენ. და რუმინეთის რევოლუციის ძალიან დიდი ნაწილი იმ მსხვერპლის, რომელიც მოყვა, არის სწორედ აი ამ მეგობრული ცეცხლით გამოწვეული. ანუ მდგომარეობაში, როცა უკვე დიქტატორი აღარ არსებობს, ვეღარ ახორციელებს მართვას, მაგრამ ადამიანები, მათ შორის გენერლები, მათ შორის ოფიცრები, ვერ იჯერებენ, რომ ის აღარ არსებობს. და უბრალოდ აი ეს ინერცია, მისი მართვის აი 30 წლიანი საზიზღარი მართვის ინერცია
ინერციით ისევ არის ხოლმე კი არა, არის მსხვერპლი რა. აი ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი და ეს მსხვერპლი და ეს არეულობა ჩერდება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ტელევიზიით უკვე აჩვენებენ აი ყოფილი დიქტატორის დახვრეტილ გვამს და მისი მეუღლის რა, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას ყველა იმ ბოროტებაში, რასაც თავად ჩაუშესკო აკეთებდა რა. აი აქ არის ეგ მომენტი, როდის ვიჯერებთ, როგორ ვიჯერებთ და როდის უნდა დავიჯეროთ, რომ ილუზია არ იყოს. ანუ ილუზია არ იყოს, რომ აი გავიმარჯვეთ, არამედ რეალურად იყოს გამარჯვება, როდის ვიჯერებთ აი ამ გამარჯვებას. რა უნდა მოხდეს, რომ თქვათ, რომ მორჩა, ისინი ვეღარ გვმართავენ და ჩვენ ვიმარჯვებთ. ეს უნდა გადაწყდეს ჩვენს თავებშიც და მოწინააღმდეგის თავებში. იმ ადამიანების თავებში, ვინც მოწინააღმდეგე არის, მაგრამ არ არის ჩვენი მტერი, ასე ვთქვათ. ასრულებს მათ ბრძანებას, მაგრამ ისევ ამ ადამიანებთან ერთად უნდა ვიცხოვროთ ახალ ქვეყანაში, ახალ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც აი იმ რაღაც ავტორიტარიზმის ნარჩენებზე უნდა ავაშენებთ რა. გიო, მოგესალმები. დავიწყოთ. კი, არა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვი რა, იმიტომ რომ უყურე შენს მაგალითში, ასე ვთქვათ, ფაქტობრივი და გაცნობიერების აი ეს ფაქტობრივ რეალობასა და გაცნობიერებას შორის არსებული რაღაცნაირი დროითი აცდენა, ხო? ესე იგი, აღარ არის დიქტატორი, მაგრამ არ ჯერა ხალხს არ არის დიქტატორი. ახლა წარმოიდგინე იგივე ოღონდ პირიქით, ანუ არის დიქტატორი, მაგრამ ხალხს აღარ ჯერა, რომ ის არის. იმიტომ რომ ორივე შესაძლებელია, ხო? ერთი არის რა არსებობს. ეგ ის მომენტია, როცა შედეგი არის ჯამი არ იცვლება. ხო, ანუ ჯამი არ იცვლება, იცი როგორ რისი თქმა მინდა, მე უფრო იმის თქმა მინდა, რომ ფაქტობრივი მოცემულობები და ჩვენს მიერ მათი აღქმა ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს. ანუ ჩვენ შეიძლება მაგალითად ვუყურებდეთ ჩრდილების თეატრს. ჩვენ ამაზე გვქონდა ადრე ლაპარაკი რა და ჩვენ ამას ვუყურებდეთ ჩრდილების თეატრს და ვხედავდეთ მონსტრებს. და გვჯეროდეს, რომ ეს არის მონსტრები. ანუ უბრალოდ არ გვჯეროდეს, რომ ეს მონსტრია და ზუსტად ვიცოდეთ, რომ იცი რა, ამას მეორე მხარეს თუ შემოული პატარა კაცუნები არიან, რომელიც უბრალოდ შუქის ეფექტით დიდდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, დაჯერების მომენტი, გამარჯვების გააზრების მომენტი. ეს უნდა გაიაზროს ყველა მოძრაობამ, ყველა აქტიურმა ადამიანმა და მხოლოდ ამის მერე იმარჯვება. ანუ არ არსებობს სხვანაირი გამარჯვება თუ არა გააზრებული გამარჯვება. იმიტომ რომ შეიძლება გაიმარჯვო, ვერ გაიაზრო და ის გამარჯვება ცხვირწინ აგაცალონ. ხო? ამიტომ ეხლა ჩვენ საქართველოს ისტორიაში უნიკალურ პროცესში ვართ. ეს არის უნიკალური გრძელვადიანი უკვე წინააღმდეგობის მოძრაობა, დეცენტრალიზებული, რომელიც ასე ვთქვათ, ერთმანეთში უკვე კომუნიკაციას ამყარებს სოციალური ქსელების მეშვეობით, მაგრამ არ იმართება სოციალური ქსელების მეშვეობით. უბრალოდ ერთმანეთში ინფორმაციას ცვლის და არის ძალიან ბევრი მოაზროვნე ტიპი, რომელიც აი თვითონ ცდილობს რაღაცეები გაიაზროს, თავის ნაბიჯი გათვალოს, მიდის დისკუსიები ერთმანეთთან შეათანხმოს ვიღაცას და მერე ეს ქმნის პროცესებს. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რაღაც მომენტში ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ გავიმარჯვეთ. ამისთვის უნდა მოვემზადოთ. აი ამ ასე თქვა, აი ამ მომენტისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ გავაცნობიეროთ, რომ ახლა ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ რა. და არსებობს გზები, მეთოდები და რაღაც გაზომვის კრიტერიუმები რა, როდის შეიძლება რომ ჩვენ ვიგრძნოთ ეს გამარჯვების მომენტი. აი ხა მაგალითად ჩვენ წინაზეც ვლაპარაკობდით, ვთქვათ, პროტესტის შემდგომ ესკალაციაზე, ხო? ეს არის ძალიან პოზიტიური ესკალაცია, ასე ვთქვათ. ეს არ არის რაღაცის, ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის რაღაცის
ვთქვათ, ესკალაცია სიტყვა, რადგან გაძლიერება არის, უფრო ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა უნდა ვიღაცისთვის უფრო საშიში გახდეს, არა, იმაირად, ერთადერთი, ვისაც ახლა უნდა ეშინოდეს ამ ყველაფრის არის ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, ეს კობახიძის შერყეული რაღაცა კაბინეტი, რომელიც არ ვიცით ახლა ჯერ საერთოდ რა ჭკუაზეა, იმიტომ რომ ჯერჯერობით მარტო მაგას დებენ წინა ხაზზე. ვინმე სხვა შორის გახსენდება, რომელიმე მინისტრს რამე აეღოს თავის თავზე, იმ ნარეცხი მდინარაძის და მის რა ქვია კიდე პახმელიაზე შემოერთებული პაპუაშვილის გარდა, აი ვინმეს გახსენდება, რომ რამე აეღოს თავის და ჯერჯერობით არა, თითქოს ერიდება მაგათი გუნდი. ხო, ანუ კობახიძე, ეს პაპუაშვილი და ეს გარეცხილი მდინარაძე. ანუ რაღაცნაირად აი ესეთი სამი ტრიო მანდილი თუ არა ტრიო მანდილი სამაია იმისი ივანიშვილის რა, რომელიც აი წინა ფლანგზე ყავთ გამოდებული, ხო? ანუ ეს მომენტი, ეს მათთვის შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ ყველა დანარჩენისთვის ქვეყანაში ეს პროცესი არის უსაფრთხო. და ამ პროცესმა მილიონჯერ აჩვენა, რომ ეს პროცესი არის ყველასთვის უსაფრთხო. მიუხედავად, ეხლა ეს უსაფრთხო არ ნიშნავს მიუხედავად უამრავი ძალადობისა, რომელიც ამ პროცესის მიმართ არის, ხო? მაგრამ უსაფრთხო არ ნიშნავს უმოქმედობას. ასე რომ ჩვენ ესეც გადავლახეთ ეს ეტაპი, ხო, კარგად გვესმის, რომ უნდა ვიმოქმედოთ. ანუ არაძალადობა არ ნიშნავს უმოქმედობას, არაძალადობა ნიშნავს არაძალადობრივ მოქმედებას. ამიტომ აი მაგალითად გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა მგონია პროკურატურის საქმიანობის ფუნქციონირების გაჩერება. ეხლა აი გამარჯვების მომენტისთვის ეს არის აუცილებელი რაღაცა. და რატო? უყურეთ, იურისტები დიდხანს გატყუებდნენ ყველას, რომ მნიშვნელოვანია სასამართლო. და იყო ფოკუსი ამ სასამართლოზე. სინამდვილეში საბჭოთა ტრადიციას თუ გავიაზრებთ, მთელი კანონის ინსტიტუტები, რაც კი არსებობს, აკინძულია პროკურატურაზე. საერთოდ რო გესმოდეთ რა ტრადიციიდან მოდის ჩვენი დღევანდელი სისტემა, ხო? საბჭოთა პროკურატურას მოსამართლების დაჭერა შეეძლო. ანუ ის იტყოდა, რომ მოსამართლემ არასწორად გამოიძია და დაიჭერდნენ. ასე რომ ჩვენ არ მოდივართ ძლიერი სასამართლოს კულტურიდან, ჩვენ მოდივართ ძლიერი პროკურატურის კულტურიდან და თუ გადახედავთ უახლოეს წარსულსაც, ყველაზე მეტად ვისაც აგინებდნენ, პროკურატურის შენობებში ისხდნენ. ეს ანუ პროკურატურა არის მთავრობის წარმომადგენელი სასამართლოში. შენ თუ ამბობ, რომ მთავრობას მიტაცებული აქვს მართლმსაჯულება, პროკურატურას აქვს მიტაცებული მართლმსაჯულება. პოლიცია ვერაფერს ვერ აკეთებს პროცესში პროკურატურის გარეშე. ანუ წერტილს ვერ სვამს პოლიცია. პოლიციას შეუძლია უამრავი პროვოკაციის მოწყობა. პოლიციას შეუძლია უამრავი ბინძური გარიგების დადება. პოლიციას შეუძლია კრიმინალების მობილიზება, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებთან რაღაცა ინფორმაციის გაცვლა და მათთან კოორდინაცია. ეს შეუძლია, იმიტომ რომ ადამიანები ყავს, კრიმპოლი ყავს და რა ვიცი რაღაცები. მაგრამ პროკურატურა არის ის, სადაც თავი უნდა მოიყაროს, ბოლოს წერტილი დაესვას და მერე უკვე სასამართლოს ბეჭდამდე მივიდეს საქმე. ამიტომ პროკურატურა სიმბოლურად არის ძალადობის, ასე ვთქვათ, სიმბოლო. არ ვიცი, რამ მეთანხმებით, არ მეთანხმებით, მაგრამ დაფიქრდით. პროკურატურა არის ძალადობის მთავარი სიმბოლო. ანუ თუ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ საზოგადოება, თუ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ მთავრობას ჩვენი ძალა, რაღაცა მომენტში ჩვენ ამ შენობის ბლოკირება უნდა შევძლოთ და აუცილებლად გვჭირდება იქიდან დაფეთებული, გაქცეული პროკურორები. ეს ნამდვილად გვჭირდება. ეხლა კარგად გავაანალიზოთ, რაზე ვლაპარაკობთ, ხო? ეს არ არის რაღაცა ჯადოსნურ წრეში შესვლა, რომელსაც წინასწარ ბევრი მომზადება ჭირდება ლოცვებით და ავგაროზებით. ერთ ჩვეულებრივი შენობა ზუსტად ისევეა კანონით დაცული, როგორც საკრებულო, როგორც მერია, როგორც ნებისმიერი სხვა შენობა. აბა გაიხსენეთ უგულავას მერობისას
აქტივისტები როგორ უშლიდნენ მუშაობას. იკავებდნენ ფოიეს მერის შენობის და ნუ იქ ეხლა იყო ეს რაღაცა პროცესი რა. ასეთივე, მერის შენობაში შესვლის ძალიან დიდი გამოცდილება პოლიტიკურ ოპოზიციასაც აქვს. ოღონდ ეხლა უყურეთ რა ხდება პროკურატურის შენობაში უნდა შევიდეთ. უნდა შევცვალოთ აზროვნების სისტემა. უნდა დავანახოთ მთავრობას, რომ მას არ აქვს რეპრესიების და ძალადობის უფლება და ამის უნარს ჩვენ ვაკარგინებთ აი იმ შენობაში შესვლით. ოღონდ იცოდეთ, რომ იმ შენობის, ასე ვთქვათ, პარალიზება, ბლოკირება, შესვლა შიგნით ნებისმიერ სხვადასხვა ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ, ხო? იცოდეთ, რომ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ანგრევს პოლიციური სახელმწიფოს იდეას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა რა. ეს ძალიან გვჭირდება მთელ საზოგადოებას, რომ ეს გადავტეხოთ თავში, აი დაჯერების მომენტი. აი ამ სულელური ნაგებობის დესაკრალიზაციით ძალიან ესე იგი დიდ ნაბიჯს გადავდგამთ გამარჯვების დაჯერებისკენ, ხო? იმიტომ რომ რეალურად ჩვენ დღეს ახლა როცა ამდენი ადამიანი შევიკრიბეთ, ეს უკვე გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი ესე იგი მომენტი არის, წინასწარი მომენტია უკვე გამარჯვების, რომ წარმოიდგინეთ, ამდენი ადამიანი ყოველდღიურად უერთდება პროტესტს, ყოველდღიური გამარჯვებებია ხალხო. ეს უნდა დავაფასოთ, ეს უნდა გვიხაროდეს, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები მოდიან პროტესტში. გუშინდელი მთავრობის აქტიური მხარდამჭერები მოდიან პროტესტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. პირიქით, ეხლა კიდე აქ რო ამბობ, ჩვენს ამ გადმობირების იდეაზე ვლაპარაკობთ, პოზიტიურია ეს გადმობირება, კი არ უნდა მოგთამო, რომ მოდი ჩემთან იყავი და არა, უბრალოდ დაუხსნა ხო, რომ აქით ჯობია, ხო, შეიძლება იმან თვითონ გააცნობიეროს. აი, ზუსტად ეგ მომენტი უნდა ჩავატაროთ, ლაპარაკი გჭირდება, ურთიერთობა გჭირდება, გუშინ ჩემი ღრმარწმენით დასარბევად მისულ ხალხთანაც. ჩვენ გვაქვს მათი სახეები არის ფოტოებზე, არის ვიდეოებზე, უყურეთ ამ სახეებს, ამოიცანით თქვენთვის ნაცნობი ხალხი და ვცადოთ ამ ადამიანებთან ერთ-ერთზე ვილაპარაკოთ. აუხსნათ, რომ არ უღირთ ივანიშვილის საძინებლის სიმყუდროვის დაცვა. აი ამ თავის სამშობლოს, თავის საარსებო სივრცის განადგურება. იმიტომ რომ რეალურად მაგისკენ უბიძგებს ის სისტემა, ხო? ეს შეშლილი კობახიძე, ეს სრულიად შეურაცხადი უკვე რაღაცა ეს ძალოვანი ელიტის ჯგუფები, ხო, რომელიც ცდილობენ რომ მაქსიმალურად პროვოცირება სადღაც რაღაც დაგეგმონ. და ეს მოკლედ ამ ხალხთან უნდა ვიურთიერთოთ, იმიტომ რომ ესეც გამარჯვების მომენტია, როდესაც დღეს ჩვენ ხედავთ, რომ მოდიან მათი მხარდამჭერთა რიგებიდან და პროტესტს უერთდებიან, წინააღმდეგობის მოძრაობას უერთდებიან. ოღონდ რაღაცა კარგად არ მგონია, რომ ჩვენ ამას აღვიქვამდეთ და ამას ვზეიმობდეთ სათანადოდ. ჩვენ ამას უნდა აღვნიშნავდეთ სათანადოდ, რომ აი უყურეთ, ნახე, აი ადამიანი დაფიქრდა, გაიაზრა რაღაცა მომენტი და გადაწყვიტა, რომ ხო, თავისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას ცხოვრებაში. წარმოგიდგენთ საქართველოში როცა ამბობ, რომ ახლა ხო რაღაცაში არ ყოფილვარ მართალი, აბა მოდი შევიცვლი აზრს. ეს რა ხელა ამბავია. გეთახმები გიო და გეთახმები კიდევ იმაში, რომ გამარჯვების თუ ამ შემთხვევაში დამარცხების, მათთვისაც პრინციპში გამარჯვების აი საშუალო რგოლს გულისხმობ რა. გამარჯვების გაცნობიერება მათშიც უნდა მოხდეს. აი მე ხა ჩაუშესკოს მაგალითი რომ მოვყევი, ერთი მნიშვნელოვანი რაღაც გამომრჩა. როდესაც ის გაქცეული არის, ის ჩერდება სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში, იღებს ხოლმე ტელეფონს, იწყებს რეკვას და გასცემს ბრძანებებს, ურეკავს ქალაქების მერებს, ურეკავს სხვა სამხედრო ნაწილებს, ურეკავს უშიშროების ტიპებს და გასცემს ბრძანებას. ეხა იმოქმედეთ ესე, ეხა იმოქმედეთ ესე. აქ მნიშვნელოვანი რა არის? ისინი თავს უქნევენ და ეუბნებიან, რომ ხო, მე ვასრულებ ჩემ ბრძანებას, მაგრამ ბრძანებებს აღარ ასრულებენ.
ანუ რგოლი ჯაჭვი არის გაწყვეტილი რა. და ბოლოს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, როდესაც ის მიდის, იქ შეყავთ ჩვეულებრივად, როგორც პრეზიდენტს ისე ექცევიან, აჭმევენ იმას, რაც აქვთ, რასაც თვითონ ჭამენ და ესენი უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ეს რა მომიტანეთ, ამის გამო ყველას დაგიჭერთ. ანუ ამას როგორ მაჭროთ, ჯარისკაცის ან ოფიცრის საჭმელს, ხო? აქ მნიშვნელოვანია თვითონ იმ რგოლებმა გაიაზრონ. გაიაზრონ და შეამცირონ, ხელი შეუშალონ მართვის განხორციელებას. არა და არიან ეს ადამიანები, აი როგორ რაღაცას ვამბობ, ნახე, მერიამ დაურეკა გამგეობებმა დაავალეს კოორდინატორებს, რომ 500 და 1000 ადამიანი გამოეყვანათ გუშინ. გამოეყვანათ რუსთაველზე ნაძვისხის ანთებისთვის და დაპირისპირებისთვის, მომიტინგეებისთვის. და ეს ბრძანება არ შესრულდა. ანუ სადღაც გაწყდა. სავარაუდოდ ამ შემთხვევაში დაბალ რგოლში გაწყდა. ანუ როდესაც კოორდინატორები ურეკავდნენ უბრალო ადამიანებს და ავალებდნენ რუსთაველზე გამოსვლას. სავარაუდოდ იქ გაწყდა ჯაჭვი, მაგრამ ეს ამ ადამიანები არ გამოვიდნენ. ანუ რაღაცა 200-დან 500 ადამიანამდე შეიკრიბა. არა და უნდა ყოფილიყო 12 ჯერ 500 და 12 ჯერ 1000. აი იქ გაწყდა. აი ეს არის გამარჯვება? არის გამარჯვება. გამარჯვების ერთ-ერთი პუნქტი არის, არ არის ეს ისეთი გამარჯვება, რომელიც აი ხო, დროშას აღმართავ და უნდა ვიზეინოთ. ეს ის არ არის, მაგრამ ეს არის ნაბიჯი. ანუ მართვის განხორციელებას ვეღარ ახერხებენ რაღაც ადამიანებში, რაღაც წრეებში. სადღაც წყდება მათი ბრძანებები. ხმა გამოვიდა, ხო? ჩვენ როდესაც შესაძლოა ადამიანები წამოვიდნენ და როგორ გაუსწორდნენ მათ ნაწილს. ანუ ეს მითქმა-მოთქმა ჯერ რა ვიცი, მე ჯერ დაფინგალებული ტიპი არ მინახავს. ანუ მათი მხრიდან, მაგრამ ეს არის რა. აი იმ გენერალის ისტორია ტყუილ უბრალოდ არ მოყვევი, რომელიც შაუშესკუსთან შეხვედრიდან წამოვიდა და თავი მოიკლა, იმიტომ რომ ცუდად მოექცნენ. რაღაცა გაუკეთეს, შეურაცხყვეს და უბრალოდ ღირსებამ ვერ გაუძლო ადამიანს. ადამიანის ღირსებამ, იმიტომ რომ ოფიცერი იყო რა. აი ესე ექცევიან დღეს ჩვენ ოფიცრებს. ანუ საქართველოს ოფიცრებს ექცევიან საზიზღრად, მათ შეურაცხყოფენ, იმიტომ რომ რაღაცა ბანდის ბრძანება შეასრულონ, რომელიც ლეგიტიმური არ არის და ლეგიტიმური ვერ გახდება, სანამ ის ამათ თავებში არ არის ლეგიტიმური. ანუ ლეგიტიმურობა დაკარგულია, იმიტომ რომ ლეგიტიმურობა მართვა არის ჩვენ თავებში. ჩვენ თავებშიც და მოწინააღმდეგის, რომელიც ანუ იმ მოწინააღმდეგის, რომელიც მტერი არ არის, სხვა მხარეს დგას, მაგრამ ჩვენი თანამოქალაქე არის. რეალურად ეხლა რაღაცა სხვა ბანდა მართავს და სხვა ბანდა მართავს ყველაფერს. შეგვიძლია ამას ბანდა დავარქვათ, შეგვიძლია რაღაც რგოლი დავარქვათ, შეგვიძლია რაღაც ახლო წრე ბიძინა ივანიშვილის დავარქვათ. ჩვენ ისიც არ ვიცით ბიძინა ივანიშვილი გაქცეულია თუ არა, აქ არის თუ არა. ვიცით რომ დანერვოზებული კობახიძე რაღაც ბრძანებებს გასცემს, მაგალითად ჟურნალისტების გარეთ გაყვანაზე და ნელა სრულდება. გაიყვანეთ აქედან 700 ჯერ იმეორებს და ვერ გაყავთ. ანუ არ არის ეგ ისე, ანუ სადღაც უნდა გადავწყვიტოთ, რომ ვერ ახორციელებენ იმ მართვას, რაც უნდათ რომ ჩვენ დაგვანახონ რა. აი გუშინ ამის მაგალითი იყო. არის ხოლმე მომენტი, როდესაც დიქტატორი აღარ არსებობს, მაგრამ ინერცია მოქმედებს. და ეს ინერცია არის ძლიერი, მაგრამ მერე კარგავს თავის სიძლიერეს თუ წინააღმდეგობა არის, ხო? იმიტომ რომ თუ არის ინერცია და არის წინააღმდეგობა, ინერცია კარგავს ძალას. მაგრამ მათ აქვს რაღაც ბერკეტები, რომ ეს ინერცია ისევ გააძლიერონ. მაგალითად, ერთ-ერთი ბერკეტი იყო ნაძვის ხე. ხო? ერთ-ერთი ბერკეტი, რომ აი თუ იქ დაპირისპირება მოხდებოდა, თუ ბევრ ადამიანს გამოიყვანდნენ, მაშინ ინერცია გაძლიერდებოდა და ახალი სიცოცხლე მიეცემოდა, ხო? მაგრამ ვერ მოხერხდა. აი ვაკის ეკლესიასთან მოხერხდა რაღაც ეტაპამდე, აი ცოტათი პროვოკაცია მოაწყვეს, მაგრამ ამ პროვოკაციის გამოძახილი არ იყო ისეთი ძლიერი. ნახე პროვოკაცია რო ხდება, როგორც წყალში ჩავაგდებთ ქვას და მე აი ეს წყლის ტალღები წარმოიქმნება, ზუსტად ასე პროვოკაცია რო ხდება, ამან უნდა წარმოქმნას ტალღები და ამ ტალღების ინერცია არ იყო იმას, რომ მოეხდინათ ის დაპირისპირება და ის ჩანაფერი განახორციელებინათ, რომელიც ჰქონდათ. აი ამაზეც ვიფიქროთ. ხო, ეს ნამდვილად არის ყველა, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მათი უკვე სისტემის მორღვევის ნიშნები და
მეორეს მხრივ ჩვენ რამდენად ვახერხებთ ამ ასე ვთქვათ ამ ყველაფრის გამოყენებას საკუთარი სივრცის გასაძლიერებლად, ხო? ესეც არის რა, იმიტომ რომ ანუ უკვე კარგად ჩანს ის, რომ მათი სისტემას აქვს სერიოზული დიდი ბზარები, არის ეს ეკლესიაში თუ არის ეს ძალოვანი სტრუქტურები თუ საჯარო მოხელეების მარში იყო ახლა ხანს და მე დარწმუნებული ვარ უკვე ნელ-ნელა, რომ შეიძლება ნელ-ნელა დავინახოთ სხვადასხვა საკრებულოების მიერ გავრცელებული რაღაცა ვთქვათ განცხადებებიც შეუერთდნენ ამ პროტესტს. ახლა რეალობა რა არის, რომ რეალობა ესეთია, რომ ადგილებზე უკვე მოშლილი აქვს მაგათ მართვის სისტემები, დატოვებული ყავთ ეს ხელფასიანი ტიპები, რომელიც რაღაცა სიბინძურეს ავრცელებენ, ჭორებს, იმას რაღაცა ღვარდს, ძალადობის რიტორიკას, მაგრამ უკვე ისინიც მიხვდნენ, რომ ჩაძირულნავში არიან და გაჩერდნენ, ასე რომ დიდად მანდაც აღარ არის აქტიურობა, აი თუ გახსოვს, ადრე უფრო მეტი ეს Facebook პოსტები იდებოდა ხოლმე ამ ადგილობრივი აქტივისტების და ეხლა ეგეც აღარ არის რა, იქაც მიხვდა ხალხი, ასე რომ მაგათი სისტემა ეხლა არის ფაქტიურად ესე ძალიან მდორედ უკვე თავდაღმართში მიედინება. აი ხა ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ და უნდა შევქმნათ და წარმოვიდგინოთ მომენტები, სად იქნება სერიოზული, ასე ვთქვათ, ვარდნები, როგორც მაშია, ხო, ჩანჩქერები სად მოუწევთ რა, ისე ჩავარდნა, რომ დაკარგონ წონასწორობის განცდა, ხო? და აი ეგ მომენტი მე მგონი აი რამდენჯერმე ქონდათ ეგ მომენტი და მაგ მომენტმა პირველი ეს ხო არის ძალადობა რომ ბოლომდე ჩაეფუშათ და უკვე რომ გამოიყვანეს და კრიმინალური ჯგუფები ჩართეს ეგ იყო წონასწორობის სერიოზული მომენტი მეორე იყო საჯარო მოხელეები გამოვიდნენ და ეხ კანონის შეცვლაზე დაიწყეს ლაპარაკი რომ საჯარო მოხელეებიო უნდა გავყაროთო ადვილათო სამსახურებიდანო ანუ ჩვენ ვხედავთ რომ მათ წონასწორობა ერგოლა ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დამარცხდნენ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მედროვე ჩათლახი მაგათ რიგებში ჯერ კიდევ ცდილობს, ასე იგი შეინარჩუნოს თავისი თავის. განსაკუთრებით ესეთი პახმელიაზე შესული ტიპები რო არიან, რა, ანუ ისინი რო იმათმა რო დაამთავრეს, ახლა თავი რო ტკივაც და ესენი რო ცდილობენ აი სუფრას მიუწუწკდნენ და ნასუფრალზე იქეიფონ რა. ეგეთი იურისტებიც ვიცი. ძალიან სამწუხაროდ მეც ვიცნობ ისეთები არიან ეხლა რომ მივიდნენ და როგორც მითხრეს უწერენ ამ რეპრესიულ კანონებს მონაწილეობენ ამ პროცესში და აი მოკლედ ეს ჯერჯერობით ამ სისტემას აქვს ეს რა ქვია რესურსები დატოვებული რა აი ესკობარი ხო ესკობარიც ესკობარზე ვლაპარაკობდით რომ აი გარბის მაგრამ სადღაც აქ ფულები დამარხული, ამ ფულებს თხრის, ვიღაცებს აძლევს იქვე, რომ გააგრძელონ მისთვის ბრძოლა, ის ტიპები იბრძვიან, იხოცებიან, იმიტომ რომ დამარცხებულ ბრძოლაში არიან შესულები, ანუ სტრატეგიულად ბრძოლა წაგებული აქვს და ეხა ფაქტიურად ესკობარისთვის თავისი სიცოცხლით ყიდულობენ რაღაც დროს. ესეთი ხალხი ამ სისტემას ჯერ კიდევ ყავს. იმიტომ ჩვენ კარგად უნდა წარმოვიდგინოთ კიდევ ერთხელ ამ სისტემის მუშაობის წესი და აი ჩვენ ახლა სხვა შორის დღეს რაზეც გვინდოდა ლაპარაკი კიდევ ერთ თემაზე სწორედ ეს იყო რამდენიმე აზრი გვინდა გაგიზიაროთ თუ რა შევამჩნიეთ ამ სისტემაში რაც სისტემას გონია რომ მისი ძლიერი მხარეა მაგრამ მაღალი ალბათობით ეს ძალიან სუსტი მხარეა და სისუსტის ნიშანია და ამაზეც გვინდა ვილაპარაკოთ. უბრალოდ მგონი რაღაცა დროს მოგვიწევს გავწყვიტოთ ჩანაწერი და განვაახლოთ. ეხლა ცოტა დრო გვაქვს თუ გინდა რომ აქ დავამთავროთ რამე ამოვწყვეტოთ. უბრალოდ კომენტარს გავაკეთებ იმაზე, რაზეც შენი ლაპარაკი ეხლა. ანუ რეალურად ეხლა ინერციას ვლაპარაკობდი, ხო, რომ ინერციის აწევას ცდილობენ მაგრამ რეალურად გუშინ რაც დავინახეთ აი ამ კოორდინატორებმა, ანუ იმ რესურსმა, რომელიც ასე ვთქვათ, არა იდეოლოგიით, არამედ ფულით და გარკვეული მდგომარეობით და პრივილეგიებით ყავთ ნაყიდი თუ დათანხმებული, რომ განახორციელონ მათი მართვის შემსრულებლები იყვნენ, ამ
ამან გაუსხა. ანუ ამან არ იმუშავა, ეს მანამდეც აღწერე, მაგრამ რას მინდა მივაქციოთ ყურადღება. გადავიდნენ იმ რესურსზე, იმ რესურსის ამოქმედებას ცდილობენ, აი ამ იმის და კრიმინალის შემდეგ, რომელსაც წლების განმავლობაში აჯერებდნენ, რომ აქეთ მხარეს არიან სატანისტები. ანუ გუშინ ეს მცდელობა იყო იმ ადამიანების გააქტიურების და ამოქმედების, რომლებსაც ჯერათ, რომ აი ჩვენ მხარეს სატანისტები არიან და სიტყვაზე ქრისტიანობას ვებრძვით და სინამდვილეში ეს ბრძოლა მიდის რა. მაგრამ რავი, მაგაც არ ყოფილა, ანუ მაგაც არ იმუშავა რა. ეხლა ამ რესურსებიდან რაღაცეები ისევ შეიძლება ამუშავონ. ეხლა გიომ სწორი თქვა, რომ აი ეგ არ ნიშნავს ბოლომდე გამარჯვებას. რაღაცა რესურსები ისევ შეიძლება ამუშავონ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინერციას დახვდეს წინააღმდეგობა და ეს ინერცია კიდევ შევანელოთ ხოლმე. ეს აკრიფავს, ისე უნდა შევანელოთ. ხო, აი აქ გვჭირდება უბრალოდ კარგად მწყობრად ჩამოყალიბებული გამარჯვების მომენტის გააზრება, ანუ ხედვა, ანუ სცენარების წარმოდგენა, რასაც აი ახლა რაღაცა დროს დაუთმობთ და ჩვენ რამდენიმე სცენარი გავამზადეთ, ამას წარმოგიდგენთ და მერე უკვე გავაგზავნებთ კიდევ ერთ თემაზე ლაპარაკს, რასაც ქვია რუსული შტაბი ივანიშვილის ოფისში. მოკლედ ეხლა მე მგონი გავწყვიტოთ და გავაგზავნოთ. ხო, განვაახლეთ მოკლედ ჩანაწერი და აი ახლა ძალიან მოკლედ უბრალოდ გვინდა სცენარები, რამდენიმე სცენარი წარმოგიდგინოთ, რომელზეც ვფიქრობდით, როგორც შესაძლო, ასე ვთქვათ, ვერსიაზე პროტესტის განვითარების და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად როცა სტრატეგიულ არაძალადობაზე ვლაპარაკობთ, აი სტრატეგიული აზროვნება ჩავრთოთ ამ პროცესში რა. მოდი ვნახოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ასე ვთქვათ, პროცესები და რამდენიმე ვერსიას შევხედოთ. ესე იგი, მოდი კონსტიტუციის საფუძველზე შევხედოთ, რა შესაძლებლობები გვაქვს, ხო? ესე გვაქვს კონსტიტუციაში 58 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ რაღაცა მომენტში პრემიერ-მინისტრს შეუძლია, რომ მოითხოვოს ნდობის გამოცხადება მთავრობისთვის. აი აქ პარლამენტი უარს ეუბნება ნდობის გამოცხადებაზე და აი პრეზიდენტი ამ დროს დაითხოვს პარლამენტს. ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი რა არის, ხო? ჩვენი მიზანია, რომ გქონდეს ახალი არჩევნები. ახალი არჩევნები რომ გქონდეს, რაღაცნაირად ეს პროცესი უნდა გავიაზროთ, როგორ ჩავსვათ. აი კონსტიტუციური ერთი შესაძლებლობა, თქვათ, იმისთვის, რომ პარლამენტი რომ ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ყველაფერი იყოს, ასე ვთქვათ, ნაკლებად კრიზისული, ანუ იმ პოლიტიკურ ძალას კიდევ გქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა აი ამ პროცესებში, რა ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესში, აგერ კონსტიტუციაში გვაქვს ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ეს ძალა დამარცხდება, მაგრამ აი ამ მომენტისთვის ამ ჯგუფს ადამიანების, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის გარშემო არიან შემოკრებილი, სიცოცხლის უნარიანობა, ანუ ბოლომდე არ ექნება დაკარგული და მათთვის, ესე იგი, როგორც რაღაცა საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, არსებობდნენ რაღაც პოლიტიკურ ჩარჩოს ფარგლებში, აგერ კონსტიტუცია ეს ერთ შესაძლებლობას მათ სთავაზობს. ანუ შეუძლიათ თავისივე ყაველაშვილს დაათხოვნინონ თავისივე პარლამენტი. ეხლა ლეგიტიმურია ეს პროცესი იმ პირობებში, როდესაც არც პარლამენტია ლეგიტიმური და არც მათი არჩეული ყაველაშვილია ლეგიტიმური, ორბოროტებას შორის არჩევანზე თუ მიდგა საქმე, მაგალითად და ის ყაველაშვილი თუ იმ პარლამენტს დაითხოვს და ახალ არჩევნებს ნიშნავს და ახალი ასე ვთქვათ, ახალი პროცედურები არის ყველაფერი გათვალისწინებული ახალი CSCOT-ი და ასე შემდეგ, ამ პროცესს მე პირადად რაღაცნაირად
ლეგიტიმაციას მივცემდი. შეიძლება თქვენ სხვა აზრი გქონდეთ და ვისაუბროთ. ამაზეც უნდა ვიფიქროთ. ამაზეც უნდა გქონდეს რაღაცა, ეს უნდა გავიაზროთ ყველა მხოლოდ ვინც ამ პროტესტში ვარ სხვადასხვანაირი ფორმით ჩართულები. მეორე ვარიანტი გვაქვს კიდე ხო, იგივე კონსტიტუციიდან გამომდინარე, უკვე პარლამენტის წევრები თვითონ გადადგებიან, რა ვიცი, თუნდაც შეუძლიათ გადადგნენ. არის ეგ ვარიანტი და თავისივე თავს თვითონ შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. ეგ გათვალისწინებულია, ასე ვთქვათ, როგორც ასევე კონსტიტუციური ვარიანტი და აქაც არ წყვეტთ კავშირს კონსტიტუციასთან, ვინარჩუნებთ წესრიგს და ვცდილობთ, ესე იგი, შევქმნათ ახალი რეალობა. ესეც მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ეხლა ბოლო-ბოლო კონსტიტუციასთან კავშირი შეიძლება ორგვარი იყოს. ერთი კონსტიტუციასთან და მის პროცედურებთან კავშირი და მეორე კონსტიტუციის იდეასთან კავშირი. ისე რომ პროცედურები გვერდზე გადადო და აი აქ მაგალითად გვაქვს ჩვენს კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომ არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება და სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. მაშინ ამ პირობებში იქმნება ახალი კონსტიტუციური რეალობა, როდესაც მთავრობას არ უნდა ითანამშრომლოს წინააღმდეგობის მოძრაობასთან, უარს ამბობს ყოველგვარ თანამშრომლობაზე, ანუ ის იძულებით გადის სცენიდან, ანუ უბრალოდ ვეღარ მუშაობს რა, მთავრობა ჩამოშლილია, მთავრობის შენობას იკავებს ჩემო ბატონო წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც აქვს უკვე თანხმობა, მიღწეული აქვს თანხმობა ძალოვან უწყებებთან და მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერ ჯგუფებთან, ანუ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა სრულად არის გაკოტრებული და უმცირესობა, როგორც არის, რა ვიცი, კობახიძე, ვიღაცა ესეთი შერეკილების რაღაცა ჯგუფი, თავის შალვა რამიშვილ უცნობებიანად, აი პროპაგანდის დეზინფორმატორ რუხაძე, იმედის ვიღაცა ესენი, ასე ვთქვათ, ვინც ცენტრალური ფიგურებია მათ დეზინფორმაციის კამპანიაში, პოლიტიკურ სისტემაში და ძალოვან სისტემაში, ესენი გარიყულები არიან და მხარდაჭერა მათ აღარ აქვთ, ანუ ყველამ ღიად გამოუცხადა პროტესტი, მაგრამ მათ აქვთ ეს თავისთვის დაჯნებული, რომ ჩვენ გვაქვს ხელმოწერის უფლება, ოკეი, ამ ადამიანებს უბრალოდ ფიზიკურად წევ გვერდზე, ანუ სადღაც გაშვებული ყავს, იზოლირებული ყავს და ამას ახორციელებს, ასე ვთქვათ, მაშინ უკვე პრეზიდენტის პირდაპირ არჩეული პრეზიდენტის მიერ მართული პროცესი. ეს ხალხი ფიზიკურად უკვე იზოლირებულია ძალაუფლებისგან და მერე შეიძლება შექმნა რაღაცა ესეთი ექსტრაორდინარული ინსტიტუციები და აი აქ უკვე რაღაცა შეიძლება გაიაზრო რაღაც ინდოეთის დეკოლონიზაციის, ასე ვთქვათ, გამოცდილებაც, როდესაც იქმნება გარკვეული შეთანხმება რაღაცნაირ პროცესზე, ეს პროცესი ტარდება არჩევნები, ადამიანები მიდიან ამ არჩევნებზე და ეს ფაქტობრივი მოცემულობა უკვე შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ახალი კონსტიტუციური რეალობის წინაპირობა და ამის მერე შეიძლება ვთქვათ, ეს კონსტიტუციური რეალობა პოსტფაქტუმ მერე გაითვალისწინო და კონსტიტუციაშიც ასახურა. აი, ეს გააზრებები ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ამ ყველაფერზე ფიქრი, იმიტომ რომ მარტო პროტესტი არ არის არაძალადობრივი მოქმედება, მარტო რაღაცის გაპროტესტება არ არის არაძალადობრივი მოქმედება, ეს არის სტრატეგიული აზროვნება ტრანზიციაზე, ძალაუფლების ტრანსფორმაციაზე, ცვლილებაზე, როდესაც მოქმედი ხელისუფლება აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და არ თანამშრომლობს მასობრივ წინააღმდეგობის მოძრაობასთან. ხო? ასე რომ, აი ეს ფიქრი უნდა იყოს აუცილებლად, მე მგონი, ჩვენი შემდგომი უკვე სამომავლო განსჯის ნაწილი, რადგან ჩვენ რეალურად უკვე დავაფიქსირეთ, რომ გვაქვს ნამდვილი წინააღმდეგობის მოძრაობა, მასობრივი და მზარდი, აუცილებელია, რომ ეს იყოს კიდევ უფრო მეტად დიდი, აი გუშინ ვინც მოვიდნენ დაპირისპირებაზე, ეს ადამიანები აუცილებელია, რომ მათი დიდი ნაწილი გახდეს წინააღმდეგობის
მოძრაობის მონაწილეთან კიდევ ერთხელ უნდა უთხრათ მათ, რომ ჩვენ მათთან არაფერი გვაქვს გასაყოფი, ჩვენ მათთან არ გვაქვს არანაირი პრობლემა, გინდა სპორტსმენი იყოს, გინდა ხელოსანი იყოს, გინდა პროფესორი იყოს, გინდა არტისტი იყოს, ვინც გინდა იყოს, ჩვენ მათთან არაფერი არ გვაქვს გასაყოფი და ერთადერთი ვისთანაც ჩვენ გვაქვს პრობლემა, ეს არის ძალაუფლების მიმტაცებელი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მათთვისაც პრობლემაა. მათთვისაც პრობლემაა. ასე რომ, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროტესტი ჩავსვათ რაღაცა ჩარჩოებში, მივცეთ მას რაღაცა ხედვა გვქონდეს ძალიან კონკრეტული გააზრებული, როგორ მივდივართ ნაბიჯ და ეს დისკუსია იყოს ჩვენი საზოგადოებრივი დისკუსიის ნაწილი. საჯარო დებატში ჩვენ ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ. როგორ წარმოგვიდგენია შემდგომი მაგალითად მოვლენების განვითარება. ჩვენ ხო ვამბობთ პროკურატურის პარალიზება და გააზრება ტრანზიციის კონსტიტუციის ფარგლებში და კონსტიტუციის მიღმა. ასეთი ტიპის საჯარო დებატი ჩვენ გვჭირდება. უფრო მეტი და უფრო მეტი ადამიანის მონაწილეობით და არა მხოლოდ ქუჩაში შეკრებაზე ფოკუსი, რომ შეკრებას უკვე ფაქტიურად შეკრების რუტინა ჩვენ გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რუტინა გვაქვს და სწორედ ეს რუტინაა, რომელიც ამ მომენტისთვის მთავრობას აჩერებს. მაგრამ ეს რუტინა ვერ გააჩერებს მთავრობას, თუ არ იქნება შემდგომი განვითარების, ასე ვთქვათ, რაღაცა ძალიან მკაფიო ხედვა. ესე პროტესტის სხვანაირად ვერ იქნება სიცოცხლის უნარიანი. ასე რომ ეს კიდევ ერთი თემა, რაზეც გვინდოდა დღეს ლაპარაკი თქვენთან ერთად. და ამაზე უნდა ვიფიქროთ. ხო, და დაგვჭირდა კიდევ ერთი საკითხი, ხა? ლუკა, შენ წარადგინე მაშინ. ამაზე ორ სიტყვას ვიტყვი და მეტნაკლებად შევამზადებ იმ მესამე საკითხსაც. პრინციპში რაც შენ აღწერე, ეს პროცესი არის რაღაცა ქარბუქში შუქურა სადღაც, რომელიც უნდა გამოჩნდეს იმ ქარბუქშიც და ნისხშიც და იმ წინააღმდეგობებში, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ და უნდა ვიცოდეთ საით მივდივართ, ანუ მიმართულებაც. როცა საით მიდის ზოგადად პროტესტი და პროცესი და რა გამოსავალი არის ჩვენთვისაც და რა გამოსავალი არის მოწინააღმდეგისთვისაც, ისე რომ მისი გასვლაც მოწინააღმდეგეს გულისხმობ ოღონდ აქ და არა მტერს. ანუ მოწინააღმდეგე ვინც არის იმას გულისხმობ. მისი გასვლაც არ იყოს ღირსების შემლახველი მისთვისაც რაღაც გამოსავალი იყოს ისე რომ მასაც კონდეს ეს ასე ვთქვათ ღირსეულად გვერდით გადგომის გასვლის წასვლის და ასე შემდეგ შესაძლებლობა და ეს მნიშვნელოვანი არის. მნიშვნელოვანი არის იმ ადამიანებს ესმოდეთ, რომ თავებს არავინ არ აჭრის, ანუ არ დაადებინებს კუნძზე და არ მოაჭრის. რომ ისინიც მნიშვნელოვანი ადამიანები იქნებიან ზოგადად იმ ქვეყანაში, რომელიც უნდა იყოს დემოკრატიული და რომელშიც ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ისინიც იქნებიან ისეთივე მოქალაქეები, როგორც ჩვენ. ოღონდ ამ ყველაფერში, რავი, ჩემი აზრით არის გარკვეული ძალა, რომელიც ცდილობს ეს არ დაუშვას. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად გამოსავალი იყო და მარტივი შორტკატი იყო სიტუაციის ნორმალიზებისკენ, ეს ჩაქოლეს და ხაზი გადაუსვეს. ანუ ამას მე პირობითად ვარქმევ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ სიტუაციის ნორმალიზება არ მოხდეს. ანუ სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შენ ჩაქოლავს გაგანადგურებს და რამდენჯერად იმდენად უსახო და იმდენად დამარცხებული იქნები, რომ რამდენჯერად ჩამოივლის შეგაფურთხებს და თავში ხელს ჩაგარტყავს და ვერ უპასუხებს. ანუ ამის შემდეგ აწყობს ეს წესრიგი, მაგრამ მანამდე არა. მანამდე მისი ფუნქცია, მისი ამოცანა და ეს ამეული ახსენე შენ. ხო, აი ამ ჯგუფის რა. ამოცანა არის სიტუაციის ნორმალიზების არ დაშვება და მაქსიმალური ესკალაცია. აი ამას ვხედავ მე. ოღონდ აქ მნიშვნელოვანია რომ გვესმოდეს, რომ ამ პირამიდის თავი არ არის
ირაკლი კობახიძე და მეცაც გეტყვით, მე არ ვიცი, გიო შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ მე ასე ვხედავ. ამ პირამიდის თავი არ არის არც ბიძინა ივანიშვილი. აი აქ არის რაღაცა სხვა რგოლი, რაღაც სხვა ჯგუფი, რაღაც სხვა რაღაც, რომელიც გასცემს ბრძანებებს. აი ერთი ფაქტი არის და ამის დადასტურება ფაქტებით არ შემიძლია, მაგრამ აი ჩემთვის მნიშვნელოვანია და დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. მაგალითად, ირაკლი კობახიძე მესიჯებს რა უნდა თქვას, იღებს იმეილით. და არის ეჭვი, რომ ეს იმეილი არის რუსულ ენაზე. და მას არ ყავს ადამიანი, რომელსაც ანდობს ამის გადათარგმნას. და დააკვირდით ხოლმე მის აი ამ მესიჯებს, როდესაც ის ლაპარაკობს, როგორ აწყობს ქართულად, როგორ კომუნიკაციას როგორ ამყარებს ქართულად, ოღონდ მისი წინადადებები არის რუსულ ყაიდაზე მოწყობილი. ის წინადადებები, რო ჩაანაცვლა რუსული სიტყვებით, არის გამართული წინადადებები, მაგრამ ქართულად რაღაცა მძიმე არის. არის მინება, რაღაცნაირია. აი დააკვირდით კარგად უბრალოდ დააკვირდით. ანუ არ ვამტკიცებ 100%-ით ეგრეა, მაგრამ დააკვირდით. იმეილებით გვმართავენ. ანუ იმეილებით გვმართავენ კი არა, მართავენ ამ ადამიანებს. ესენი არიან ავატარები და ამათ ავატარები, რომლებიც უბრალოდ რაღაცას ჩასძახებენ, იმას ამოძახებს რა. აი ამაზე ვიფიქროთ. ოღონდ ხო, მარტო ამაზე არ გადავერთოთ ახლა. ეს არ არის ვიღაც სატანა, რომელიც რაღაცებს უგზავნის რა. კონკრეტული ადამიანები ჯგუფი არის, რომლებიც საიდანღაც აი ამას ითვლიან, აგენერირებენ და ზომავენ და აი ამ ბრძანებებს გასცემენ რა. აი ეგ არის. ეხლა ცოტა პროვოკაციული იყო, რაც თქვი. ანუ არის რაღაცნაირი პროვოკაციულობა ამაში თითქოს, მაგრამ ნუ აი იზიარებთ იმით. არა, მე მგონია, რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს საქმე რუსულ შტაბთან, რომელიც არსებობს, საქართველოში არსებობს, დარწმუნებული ვარ ძალიან კონკრეტული რუსული ოფიცრების, რუსი ოფიცრების შემადგენლობით და ამ ტიპებს აქვთ შექმნილი ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ომის ოთახი, war room, ხო, ომის მართვის თუ პროცესის მართვის რაღაცა ესეთი სივრცე აქვთ მოწყობილი. ოღონდ აქ ახლა უყურე მნიშვნელოვანი რა არის, რო გვესმოდეს რა. მანამ რუსეთი ოკუპანტია, ის მუშაობს ჯაშუშებით. ანუ სანამ ის აყენებს ჯარისკაცს, მანამ მუშაობს ჯაშუშებით. სხვანაირად არ არსებობს, ესე იგი, თუ ოკუპაცია არ არის შემდგარი, მაგას ამბობ ეს. სანამ ფორმალურად არ არის შემდგარი სრულად ოკუპაციის პროცესი, ის მუშაობს ჯაშუშებით. მისი ჯაშუშების ამოცანები რა არის? დააჯერონ საზოგადოებას, რომ დამარცხდნენ და რომ რუსეთმა გაიმარჯვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უნდა დაგაჯერონ. ანუ ჩვენ ხო დაჯერების მომენტზე ვილაპარაკეთ. ზუსტად ისე მუშაობს ის დაგვაჯეროს, რომ ჩვენ დავმარცხეთ. ისევე როგორც ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. აი ეგრევე მუშაობენ ისინი, რომ დააჯერონ საზოგადოება დამარცხდა და ეს უამრავი ნიჰილისტი, ეს რა ქვია, სასარგებლო იდიოტი ამ ყველაფერს კარგად უკეთებს ხოლმე, გამოდიან იწყებენ დუდღუნს წუთით. ეგ ერთი მომენტია. ეხლა მეორე მომენტი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც აუცილებელია რომ გვესმინოთ. როდესაც ჯაშუშებით მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ ის უმცირესობაა. მას არ უნდა რომ თავისი ეს სამუშაო სისტემა გაამჟღავნოს. რატო არ ენდობა, ხო? ენდობა რაღაც პატარა ჯგუფს და ჯაშუშობა მაგას ნიშნავს, ცოტას ენდობი და ბევრს არ ენდობი. ანუ მათი სისტემა უნდა იყოს დაფარული, უნდა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილზე მოთავსებული და რაც შეიძლება ცოტა ადამიანთან უნდა კონდეს ამ სისტემას კავშირი. ანუ თეორიულად ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილები ივანიშვილის ბუნკერები, რომელიღაც ერთ-ერთი ბუნკერი არის რუსული შტაბი, სადაც არიან რუსეთის ვიღაცა მომზადებული პროპაგანდის ან არაძალადობრივი ბრძოლის მიმართულებით
ვიღაც ოფიცრები, კაცმა არ იცის რანაირი მომზადებულები არიან, მაგრამ რაღაცა წვრთნები გავლილი აქვთ, იმიტომ რომ რუსეთის უშიშროება ამუშავებდა ამ იდეას, ამ ფერად რევოლუციების საფრთხე მაგათთვის სულ ასე ვთქვათ არსებობდა და ეს პუტინისთვის ერთ-ერთი კოშმარი იყო და მათ შეისწავლეს რაღაც გამოცდილებები და ყავთ ალბათ ხალხი, ვინც ამ თემაზე მუშაობს და მოკლედ ეს ხალხი სავარაუდოდ სადღაც არის, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის რა არის, რომ არავინ არ იცოდეს რომ ისინი იქ არიან. ამიტომ ეს პირდაპირი კავშირი რამდენიმე ადამიანს სავარაუდოდ შეიძლება ერთ ადამიანთან, სავარაუდოდ შეიძლება მხოლოდ კობაქრიძესთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი მხოლოდ მას უგზავნიდნენ შეტყობინებას და მერე მისი ხელით გადიოდეს და კეთდებოდეს ყველაფერი. ხო? ეს გავაცნობიეროთ, ეს არ არის არანაირი, თქვათ, არაფერი ამას ზღაპარი, ეს არ ჭირდება რა, გამოგონება. ახლა ჩვენ დღევანდელ მსოფლიოში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ბევრი ვარიანტი თუ როგორ შეიძლება მოხდეს ინფილტრაცია მთავრობების. რა თქმა უნდა, რუსებს ყავთ თავისი სხვა ჯაშუშებიც მთელ სისტემაში განთესილი. ოღონდ ამ ჯაშუშური თამაშების თავარი მომენტი რა არის, იცი რომ კარგად არის საბოლოო ჯამში შენ კენარი თუ სხვისკენ არის რა. აი ეს უნდობლობის მომენტი, ერთ მაგია, ორ მაგია, სამ მაგია, ხუთ მაგია, როგორი ჯაშუშია, შეთვის მუშაობს, იმისთვისაც მუშაობს, ამისთვისაც მუშაობს, ანუ ეგ მუდმივად ამათ აქვს ეს პარანოია, ეს ჯაშუშობის ამბავი რა, სულ აქვს ეგეთი რაღაც ალბათ. ანუ ეგ სხვა ჯაშუშები არიან ახლა შენ ის არის არა, ეგენი ვინ არიან, რომელიც არა, ეგენი ვინ არიან, რომელმაც შეიძლება რაღაც პროვოკაცია სადღაც დაგეგმოს, შეიძლება რაღაცა პატარა იქ მოაწყოს დესტაბილიზაცია რაღაცა. ამიტომ ახლა ამათი განეიტრალების ყველაზე კარგი გზა საჯაროობაა, მაქსიმალურად ღიად საუბარი ბევრ რაღაცებზე, ანუ მიმდინარე პროცესებზე, განხილვა, აწონდაწონვა, რეალობების, ანუ ყველაფრის საჯარო დებატი ასეთ ჯაშუშებს სპობს, როგორც მზის შუქი სპობს ვამპირებს. ეგენი სხვა კატეგორია, მაგრამ აი იმ ომის დაგეგმვის ოთახი, რომელზეც ესე ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ არსებობს, ხო, აი იქ ძალიან საინტერესოა ეგ ამბავი, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს და ეს უნდა გავიაზროთ, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს სივრცე. და ნუ რა თქმა უნდა მათ აქვთ რაღაც ინსტრუმენტები, მაგალითად ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა სიმულაციური პროგრამები, ხო, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იყენებენ. აი, თქვათ შეიძლება რაღაცა მე რამდენიმე თამაში ვიცოდი, რომელიც არის თქვათ არაძალადობრივი პროტესტის სიმულაცია, ხო? ზუსტად ასეთივე შეიძლება მეორე მხრიდან გქონდეთ დაწერილი, როგორ ჩავახშოთ არაძალადობრივი პროტესტი. რაღაც სიმულაციური თამაში რა, რომელსაც ისინი იყენებენ და რაღაცა მომენტში გამიჩნდა ეს განცდა, იცი, რომ იმდენად ხელოვნური იყო ხოლმე მათი გაცემული ბრძანებები და რეალობასთან აცდენილი, სრულიად არაადეკვატური. სულ ფიქრობდი, ეს რაღაცა, ანუ ძალიან ჩამორჩენილი, ანუ გადაწყვეტილება ვირტუალურია, ხო, ცოტა გენერირებულია. იმ ტიპმა არ მიიღო გადაწყვეტილება, ვინც უშუალოდ ველზეა და ვინც აკვირდება პროცესს. ამის ბრძანება არ არის. ვიღაცა მისცა ეს ბრძანება, მაგრამ ვინც მისცა სტილი ხო ეგ არის. ანუ ზემოდან მიდის ბრძანება, გუველზე არიღებენ. კი, არა, ხო, ვიღაცა მიქნა დაამუშავოს. ანუ დამუშავებული აშკარად ძველი მონაცემით. ეს ძველი როდინდელია 3, 4, 5 საათის წინანდელი. ანუ შარშანდელი ნამდვილად არ არის. მაგრამ ველზე ძალიან სწრაფად იცვლება დინამიკა, ხო? ანუ რაღაცები ხდება. კიდე ვთქვათ, რამდენიმე ნიშანი, ან ძალიან ხშირად არის ქაოტური საკომუნიკაციო კამპანია. ოცნებისგან, რატო ვერ ახერხებენ, არ ყავთ ხალხი შიგნით, თუ ესეც რაღაცნაირად ძალიან ცენტრალიზებულ პატარა ჯგუფში კეთდება და უბრალოდ იმ ჯგუფის ძალა ამოწურულია. ანუ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ესეთი მართვა, რაღაცა საშტაბო მართვა, ეს პროცესების ყოველთვის განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა პირდაპირი კავშირი არ აქვს ამ შტაბს ყველა რესურსთან და არის დამალული და ცდილობს ერთი არხიდან გავიდეს დანარჩენ სისტემაზე, ყოველთვის იქნება არაეფექტური და დაგვიანებული და ეს ჩვენთვის უპირატესობაა. ანუ ისინი სანამ დაამუშავებენ და პასუხს გასცემენ რაღაცას და კაცმა არ იცის კიდე რამდენად სანდო მონაცემებს ამუშავებენ და რამდენად, ასე ვთქვათ,
ადეკვატურები არიან იმ რეალობის რაც ხდება და დარწმუნებული ვარ არ ძალიან არიან მე გეტყვი ამაზე მეც მაქვს შემიძლია მე ხო მეც მგონია რომ არ არიან ანუ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ ჩვენ გვაქვს ეს უპირატესობა ანუ ჩვენ შეგვიძლია გაცილებით უფრო ჩქარა ვიმოქმედოთ ისე რომ მათ ვერ შეძლონ კონტრრეაგირება ამაზე და მე ყველა ჩვენი შემდგომი მოქმედება იყოს უფრო ეფექტური ვიდრე მათი პასუხი. ეს ჩვენი უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ მათი პროცესი იგეგმება რაღაც საიდუმლო ოთახში, რომელსაც არ აქვს პირდაპირ წვდომა მთელ სისტემასთან, არამედ აქვს წვდომა რაღაც ერთ ინსტიტუციასთან და ამის გარეშე ისინი ვერ იმუშავებენ. მაშინ უნდა თქვან, რომ ახლა ყავს აქ რუსები, ეს რუსები უნდა დაასვან თავზე რაღაც უშიშროების საბჭოს ან რაიმე სხვა ინსტიტუციას, ესეც პირდაპირ მართვა მათ ჩააბარონ და ეგ უკვე რას ნიშნავს? ეგ არის სახეში მიფურთხება ალბათ ერთი 300,000 ადამიანისთვის და არ არიან დარწმუნებული, რომ ეს ქართველები მაგას აიტანენ. იგივე ოფიცრები ამ უშიშროებაში, ოფიცრები პოლიციაში, ოფიცრები სამხედრო რა ქვია, უწყებებში, ამას რო აიტანენ, ამაზე არ არიან დარწმუნებული და სად გაუსხავთ ეგ არის, იმიტომ რომ შეიძლება პროსტა ვიღაცას გადაეკეთოს, შევარდეს და ის ერთი 7, 10, 15, 20 რა ქვია, FSB-ს ჩამოსული სტუმარი ადგილზევე მიადუღოს და დაამთავროს ამით ამბავი. აი იმ მომენტში იქნება შიდა გადატრიალება რა, რომელსაც არც არავინ არ გაამყუნებს პირიქით ის ტიპები შეიძლება ვინც ამ საქმეს უცბად ჩაუტარებს, გმირები იყვნენ და ანუ მან საერთოდ მთლიანად მოერღვევათ სისტემა ეგრევე, ანუ ძალიან ბევრს გარისკავენ ეგ ხალხი რომ პირდაპირ მიაბან სისტემაზე. ანუ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ რომ აცდენა გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების აი ეს დროში ეს აცდენა მას სულ ექნება. თუ არ აქვს ერთკვირიანი მოსამზადებელი დრო. დროში აცდენაზე და აქვს ჩემი აზრით და მეც ამას ვაკვირდებოდი უბრალოდ სახელი არ მქონდა დარქმეული რაღაცნაირად. ანუ სახელი მქონდა, მაგრამ აი ეს გადმოსაცემად არა რა. აი ეს ბრძოლა რო წარმოვიდგინოთ როგორც სამხედრო კამპანია, აქ არსებობს ოპერატიული, სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დონე რა. ჩემი აზრით სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ძლიერები არიან. ტაქტიკურ დონეზე დონე აღწერე ხა შენ და იქ ერხევათ. და იქ ერხევათ რატომ? მე ვაკვირდები ეგეთ რაღაცას, რომ საწყისი წერტილი, როცა ისინი იწყებენ რაღაცების დაგეგმვას, რეალობისგან არ განსხვავდება. ანუ რეალობა და მათი დაგეგმვის აი პირველი, ასე ვთქვათ, გამჭოლი მოქმედების პირველი რგოლი არის ერთი და იგივე. მერე იწყებენ ამის დაგეგმვას და გარკვეული ნაბიჯები აქვთ, მაგალითად აი რუსული კანონის მიღება, მერე რაღაცა სხვა კანონის მიღება, მერე პარლამენტის არჩევნები, მერე გამკაცრება და მერე გამოცხადება, აი ხა უბრალოდ აღვწე რა, გამოცხადება რომ უარს ვამბობთ მაგალითად ევროპასთან მოლაპარაკებებზე და ასე შემდეგ, ხო? და ამას კიდევ რაღაცა ნაბიჯები მოყვება, რომელიც უკვე დაგეგმილი აქვს. ანუ წესით უნდა მოყვებოდეს, ხო? მაგრამ აი რუსული კანონის მერე და მანამდეც იყო ხო რაღაც ნაბიჯები. რეალობა რო შეიცვალა, ამათი ხაზი არ შეცვლილა. ანუ ის ნაბიჯები რაც დაგეგმილი აქვთ, ამ ნაბიჯებს მიყვებიან, მაგრამ რეალობა უკვე განსხვავდება. საწყისი წერტილი ერთი იყო, მაგრამ მერე გაიყო. ჩვენი განწყობები შეიცვალა, რაღაცეები ვისწავლეთ, რაღაც ანალიზი გამოვიტანეთ, შიდა რაღაც დაპირისპირება მოხდა, ვიღაცამ რაღაცა გაითავისა, გადაწყვეტილება მიიღო და აშკარად და მერე უცბად სურპრიზები იჩითება, სურპრიზები გამოდის რა და ამასთან მერე უკვე როგორც ვთქვა, კოორდინაციაში ვეღარ მოდიან რეალობასთან, აი უკვე უჭირთ. იმიტომ რომ არ იყო იმის დრო. აი ხა რაც გამოაცხადეს, ხო? აი კობახიძე გამოვიდა რომ წყვეთ აი ეს. აშკარად ეს გადაწყვეტილება იყო რეალობას აცდენილი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო დაგეგმილი. ეს გადაწყვეტილება არ იყო მიღებული ერთი კვირის ან ორი კვირის. აი ბიზნესავში მოვიდა დაურეკა რომ მოდი ბარემ ესეც ვქნათ. არა, ბარემ ესეც ვქნათ არ იყო. ეს იყო დიდი ხნის, არ ვიცი რამდენი ხნის, მაგრამ გარკვეული ხნის. შეიძლება თვის, შეიძლება თვეების, შეიძლება წლისაც დაგეგმილი, მაგრამ სანამდე რეალობა, ანუ აქამდე მოვიდა დროის გრაფაში, ასე ვთქვათ, რეალობას უკვე აცდა და მიიღეს წინააღმდეგობა. ამის მერე კიდევ აქვთ მათ.
გარკვეული ნაბიჯები დაგეგმილი, მაგრამ მე დარწმუნებული არა ვარ, რომ რეალობასთან კოორდინაციაში ისევ მოვლენ. ანუ არა, შეიძლება ისევე გააგრძელონ რა. ანუ ეს გადაჯგუფება უჭირთ. ტაქტიკურ დონეზე ხო მით უმეტეს. ანუ ტაქტიკურ დონეზე მათი ძლიერი მხარე არ არის ეგ, რომ ასე ვთქვათ, საველე მეთაურებმა მიიღონ გადაწყვეტილებები და შეასრულონ. ზემოდან მოდის რა. ხო, ეგ არის. აი უკრაინის ომი ამის კარგი მაგალითია, ხო? ანუ ძალიან ბევრი უკრაინელი მიმოხილველი ამბობდა, რომ კაც რუაზრო მიზნებს ურტყავენო რა, ბომბავენო რაღაცა გარაჟებსო, რაღაცებს და დიდხანს ვერ ხვდებოდით რა ხდებოდაო და მე მივხვდითო, რომ 40-50 წლის წინანდელი რუკებიც ურტყავდნენო და იქ რაღაც ობიექტები ეგონათო რა და იქ რომ შეიცვალა ის შტაბს ფეხებზე ეკიდა ის ძველი რუკა პრივატიზაცია მოხდა მერე ხო და ხო პრივატიზაცია მოხდა ვიღაცამ დაშალა რაღაცა ტანკების კარხანა დაშალა და აშენა გარაჟი და ის გაყიდა რა ვიცი და ეს დგას და ურტყავს იმ გარაჟს რა და ეგ მომენტი ეს რაღაც ეს რუსული ამბავია რა ეხა იქაც სამ დღეში ომს გეგმავდნენ და დედაეტირათ აგერ მესამე წელია ჩარჩნენ და ნახოთ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თამაშები შენ სწორად ახსენე გიო აი თამაშებში ხდება ხოლმე ვირტუალურ თამაშებში როცა აი ეს ეთამაშები ანუ ხელოვნური ინტელექტის ეთამაშები აი შენ აქ რაღაცა შეცვალე და იმან ჯარისკაცები რო გამოუშვა სიტყვაზე ვამბობ რა ისინი მოდიან და მოდიან ხო შენ აქ ხვდები რაღაცა იუნიტი და უბრალოდ ანადგურებ ხო აი ცუდ თამაშებს გულისხმობ რაღაცა აი ესეთი ცუდი აი როგორ გითხრა რაღაცა დაგეგმილი 2 წლის წინ გამოუშვეს რაღაცა იუნიტი და ის მოდის და რეალობასთან კავშირი დაკარგულია უკვე ოღონდ შეუძლიათ ახალი იუნიტის შექმნაც ოღონდ ამისთვის სჭირდებათ დრო და ეს არის ჩვენი დრო რაც ჩვენ ახლა გვაქვს ნამდვილად გვაქვს ჩვენ ახლა ეს დრო მათი რესურსებიც რა თქმა უნდა შეზღუდულია მათი დეზინფორმაციის გავრცელების ასე ვთქვათ არეალიც უკვე შეიზღუდა მათი დეზინფორმაციის ეფექტიც შეიზღუდა ანუ რაღაცნაირად მათი მოქმედებაც შეიზღუდა იმიტომ რომ ფაქტიურად თბილისი პროტესტმა წაიღო და დიდი ქალაქები ბათუმი და ქუთაისი პროტესტის არის და აი ეს არის ახლა ჩვენთვის მომენტი როცა შეგვიძლია უფრო აქტიურად ვიმოქმედოთ და შემდგომი ნაბიჯები გადავთქვათ. ჩვენ ეს დრო ახლა გვაქვს. იმიტომ რომ რაღაცა მომენტში ისინი აუცილებლად დაიწყებენ გადაწყობას, თავისი ძალების გადააზრებას და ახალი ტაქტიკებით შემოსვლას, როგორც არის პროვოკაციები, როგორც არის ადგილზე თქვათ პატარ-პატარა რაღაცების კონფლიქტების შექმნა, მოწყობა, როგორიც არის ესეთი დეზინფორმაცია, თქვათ აი ამ სრულიად წარმოუდგენელი ხარისხის რაღაცის კუბოზე რო ატეხეს ამბავი, მერე იქ ვითომ ეკლესიაში უვარდებოდნენ ტყუილი, ანუ აშკარა ტყუილების ძალიან დიდ ნაკადს დააყრიან საზოგადოებას. აქ ერთი მიმართულებით, მეორე მხრივ აუცილებლად დაიწყებენ ფულის გადახდას, აუცილებლად დაიწყებენ ხალხის მოსყიდვას. და წავალ ლაპარაკი დიდ ქეშზე ვიღაცებთან, ეხლა თუ 50 და 200 ლარად ყიდულობდნენ ხმას, ეხლა შეიძლება ძალიან უფრო მეტი, ანუ 20,000, 30, 40, 50,000-ები შეიძლება ვიღაცებს შესთავაზონ რომ ჩახსნა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ესე მარტივი არ არის, ამას კიდე ხელახალი გადათვლა უნდა, მაგრამ ეს მონაცემები, ისინი ამოიღებენ ამ მონაცემებს ყველა ვინ ვისთან არის, რასთან არის, როგორ არის და აუცილებლად თამსაც დაიწყებენ და რა თქმა უნდა რეპრესიის მანქანაც მოქოქილი აქვთ რომ ვიღაც ტიპები გამოაკლონ ამ მანქანის გამოყენებით რა ეს უნდა გვესმოდეს რომ მათ ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა რას ამბობს შეურაცხადი კი არა და ეს რა ქვია სრულიად ნაძირალა კობახიძე რას ამბობს მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რუსული მანქანა მუშაობს ხო თავის რაღაცას მიგორავს რა, ნელა მიგორავს, ჭკარა მიგორავს, ის მიგორავს. ამიტომ ის მანქანა უნდა გამოირთოს. ეს არის T-34, ანუ არაფერი რკინის რაღაცა რა ქვია, ჯამი, მაგრამ მიდის და უბრალოდ უნდა გადაუჭრა, ხო, ეს მუხლუხუები და მორჩა უნდა გაჩერდეს. თორე ის ივლის რო გაუშვა ჩავა ბერლინში. რაღაცა ეს მაგათ ტვინი მეტი არ აქვს, ანუ არ გააჩერებენ ტიპები, ეგეთი ტიპე ურდო ეგ არის რა. შეიძლება საჭესთან არც იჯდეს არავინ, ანუ შეიძლება არც იჯდეს, ფეხებზე კიდე დაკუკა და გაუშვა, ხო? ეგ მომენტი აქვს, ანუ ეგ არის ურდოს მთელი აზრი ეგ არის, რომ ფეხებზე კიდია
ხშირად შედეგიც კი აი ეგ ნგრევის პროცესია, რაც მას აცოცხლებს. აი ნგრევა მისთვის უკვე კარგია რა. აი ამ ძალას წარმოადგენს ეს ნაბიჯვარი კობახიძე დღეს. თევის თავის ოჯახით, რომელსაც ნგრევა უკვე შედეგად უზის. ნახე, ნგრევა თვითონ როცა არის დანგრეული, გვერდზე დანგრეული სივრცეები მის გავლენას ზრდის, იმიტომ რომ გვერდითაც თუ დანგრეულია ეს მისი სამყაროა. ნგრევა არის მისი სამყარო. ხო, ნანგრევები მისი სამყაროა და ამიტომ უბრალოდ ნგრევაც კი ეგ არის რა. კი, ამიტომ ამ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელსაც ნგრევა უკვე აწყობს და ჩვენ გვაქვს ახლა დროითი ფანჯარა, გვაქვს ჩემი აზრით რამდენიმე თვეც კი გვაქვს რა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად დავგეგმოთ, გამოვიყენოთ და ეს აუცილებლად ეფექტურად უნდა დავგეგმოთ და გამოვიყენოთ. იმ ნაბიჯებზე უნდა დავფიქრდეთ, ჩემი აზრით, რომელსაც ლაპარაკობდით, ეს არის მართვის უნარი უნდა მოეშალოს აი ამ რუსულ მთავრობას. მან ვერ უნდა შეძლოს ბრძანებების აღსრულება, თორემ გაცემის ხასიათი, როგორც შენ ამბობდი, პინოჩეტზე ის რა ქვია, დადიოდა და რეკავდა აქეთ-იქით გიჟივით, ეგეთი რაღაცეები შეიძლება ამათაც კონდეთ, რომ ვიღაცებს ურეკონ, მაგრამ იმათ აღარ უნდა შეუსრულონ. ხო, ანუ ბრძანების გაცემის აი ეს რგოლები უნდა ჩამოეშალოთ რა, რომ ბრძანები, ანუ გაფუჭებული ტელეფონი უნდა მოხდეს რა. კი, და მე უბრალოდ თამაშიდან უნდა გაიყვანოს აი რაღაც ორგანიზებულმა ძალამ, რომელსაც ახლა ჩვენ პირობითად ეს ეროვნული თანხმობის რაღაცა დავარქვით ძალა, მაგრამ ხო უნდა არსებობდეს რაღაცა უკვე წარმოდგენილი ჩვენს წარმოდგენაში, იმიტომ რომ ეს გიჟები სხვანაირად ესენი არიან უბრალოდ აი ავატარს თუ ამბობთ, ანუ ავატარს არ აქვს თავისი იდენტობა, ის ტანკივით ივლის თუნდაც უმართავი მძღოლის გარეშე თუ დაქოქა გაუშვა ის მიდის ესე შეიძლება საერთოდ დრონი იყოს და საერთოდ ის არ სჭირდებოდეს რა ქვია ადგილიდან მართვა დისტანციურად მართვადი რაღაცა ტიპი და უბრალოდ თუ მუხულხები არ გადაუწყვიტე ის არ გაჩერდება რა ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახლა ისეთი ეფექტური აქტივიზმი რომელიც აი ამ მუხულხებს მოუშლის ამ რუსულ ტანკს და ის უბრალოდ გაჩერდება შეიძლება ითუხტუხოს ადგილზე რაღაცა რა ვიცი სანამ საწვავს ბოლომდე ამოწვავს მაგრამ წინ ვერ უნდა წავიდეს და ამის ნიშნები დღეს უკვე გვაქვს. ფაქტია რომ დღეს მე მგონი ეს რაღაცა იმაში ჩავარდა ეს ტანკი და ეხლა ცდილობს იქიდან ამოვიდეს თხრილიდან, ხო? და აი ეხლა გვაქვს შანსი რომ ეს მუხლუხოები ძალიან წყობრად დაუზიანოთ. ბატონო, ეხლა დღეს უკვე მე სიტყვას ავატარს ვიყენებ ესე მაგრამ ადრე ვამბობდი ეგეთ რაღაცა სულის გაყიდვას რა. ოღონდ აი ცოტა გადატანითი მნიშვნელობი და აი წარმოვიდგინოთ რას ნიშნავს სულის გაყიდვა. ესეც ავატარი არის რა. ყველანაირი ინდივიდუალური შენი აი ის რაც შენ ხარ, აი ამოდის, მიდის, სხვისი ხდება, ანუ ეს აღარ მონაწილეობს და მის ადგილას შენი ინდივიდუალურობის და იმის ადგილას რაც შენ ხარ, ჯდება რაღაცა სხვა, რომელიც აი ხო, იმეილებს გიგზავნის. იმეილებს გიგზავნის და შენ ამას აჟღერებ, ავატარი ხდები რა. აი, იგივეა რა სულის გაყიდვა, რავი, ავატარი ერთია, ერთი პროცესია. ეხლა ნახე, ჩვენ შეიძლება მათემატიკური სიზუსტით ვერ მოქმედებდეთ. ანუ ეგეთი ალგორითმი არ გქონდეს როგორც მათ. მათი არის ხო, მათემატიკური სიზუსტით, მაგრამ ჩვენ კორექტირებას ყოველთვის ვაკეთებთ, ანუ ეგ არის ჩვენი უპირატესობა, რომ რეალობაზე ვაკეთებთ. და ამ რეალობას უნდა მივყვეთ და ილუზიებში არ ჩავარდეთ და არ მოვშორდეთ რეალობას და გავაგზავნოთ. ჩვენი დღევანდელი დროც რაღაცნაირად უკვე წურება და მე მგონი ეს კარგი შეჯამებაა, ხო, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს რაღაც ილუზიები, რომ აი ახლა უკვე რაღაცა სადღაც გავიმარჯვეთ და აი ეს არის და ეს არის. არა, ჩვენ გავიმარჯვებთ მაშინ, როდესაც ახალი რეალობა გაფორმდება, ანუ ახალი არჩევნები ჩატარდება. ეს არის ჩვენი გამარჯვების მომენტი. ყველაფერი დანარჩენი არის ამ მომენტისკენ სვლა, სხვადასხვა გზით და ამ გზების დაგეგმვაში ჩვენ უფრო მეტი მოქნილობა გვაქვს, ვიდრე ჩვენს მოწინააღმდეგეს. ასე რომ გავაგზავნოთ ღიად საუბარი ბევრ რამეზე, ეს ღიაობა ძალიან ბევრ მათ ბოროტ ჩაბუდებულ ძალას გამოაშკარავებს და გაანეიტრალებს. ჩვენ კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ უფრო გონიერი პროტესტი ვაწარმოოთ.
ეგ არის გიერთდები მაგ ბოლოს სიტყვებში და რა მშვიდობით და დროებით. დროებით.